ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. 2011 წელი ინფლაციის თვალსაზრისით უფრო მძიმე იქნება ვიდრე 2010. ხელისუფლებისა და ექსპერტების პროგნოზი ამ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ამ მოსაზრებას ამყარებს პურზე ფასის მოულოდნელი ზრდაც. ცოტა ხნის წინ ბაკურ კვეზერელი აცხადებდა, რომ ქვეყანას ხორბლის 3 თვის მარაგი გააჩნდა და პური არ უნდა გაძვირებულიყო. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა საქართველოზე დაუყოვნებლივ აისახა. ინფლაციასთან ბრძოლა მთავრობამ ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგებით დაიწყო იმ ოჯახებისთვის, ვინც ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებელია. მიიღებს თუ არა ვაუჩერს სწორედ ის ფენა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. აისახება თუ არა პურის ფასის გაძვირება სხვა პროდუქციაზე და არის თუ არა ინფლაციასთან ბრძოლა დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე. ამ თემებზე გადაცემის მეორე ნაწილში ლადო პაპავასთან ვისაუბრებთ. მანამდე კი მაია მიმინოშვილისგან შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ შეიცვალა სტუდენტების გრანტით დაფინანსების წესი. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, მაია მიმინოშვილია ჩვენი სტუმარი, გამარჯობათ ხალბატონო მაია, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. პირველ რიგში მაინტერესებს რის საფუძველზე გადაწყდა გრანტის გაცემის წესის შეცვლა, რადგან ახალი წესის მიხედვით სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, მასობრივი კომუნიკაცია, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები გრანტს მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში მიიღებენ. რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება? სხვათა შორის ცოტა ასე ვთქვათ შესავლით დავიწყებ, თქვენ ალბათ გახსოვთ ერთი წლის წინ, როდესაც პირველად ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა, ეს მეორე საფეხურია უმაღლესი განათლების. დაფინანსების წესი იქ სხვაგვარი იყო, ვიდრე ბაკალავრიატის შემთხვევაში და აქ აშკარად გამოიკვეთა ხელისუფლების და მთავრობის პრიორიტეტები, პრიორიტეტული მიმართულებები. ის მიმართულებები, რომლებიც ალბათ დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რომელსაც ნამდვილად აკლდა მხარდაჭერა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სწორედ ფინანსური მხარდაჭერაა. ესეთი პრიორიტეტული მიმართულებები ჩამონათვალში, ასე ვთქვათ, მოხდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სოციალური, ჰუმანიტარული, აგრარული, საინჟინრო, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. პრიორიტეტებში არ მოხდა სამართალმცოდნეობა, ბიზნესი, ეკონომიკა და ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ახლა უღონ პირველ საფეხურზე. რატომ რის საფუძველზე გადაწყდა ის, რომ მაგალითად ქვეყანას სჭირდება, ვთქვათ, ნაკლები იურისტი და მეტი მაგალითად ისტორიკოსი? ის მიმართულებები, რაც ჩამოთვლილი იყო საერთო სამაგისტრო გამოცდების შემთხვევაში, ანუ მაგისტრატურის დაფინანსების შემთხვევაში, ყველა ეს მიმართულება ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სახელმწიფო გრანტის სახით სახელმწიფო დაფინანსება ის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 80%-მდე მიდიოდა სწორედ სამართალმცოდნეობაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბიზნესზე და ეკონომიკაზე. და ძალიან მცირე ნაწილი მიდიოდა ისეთ უნიშნელოვანის მიმართულებებზე, როგორც არის ფუნდამენტური მეცნიერებები, საინჟინრო მეცნიერებები და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით სხვა კუთხით შევხედოთ ამას ხალბატონო მაია. ის რომ 80% სწორედ ამ სპეციალობებზე მიდიოდა, ანუ ეს არის ბაზრით ნაკარნახევი სურათი, ხო? ანუ ნიშნავს, რომ ადამიანები ამ სპეციალობებისკენ მეტად ისწრაფოდნენ. რის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება? სწორედ ეს მაინტერესებს, რომ ხელოვნურად, ასე ვთქვათ, მოხდეს სხვანაირი პროპორციის გადანაწილება. რატომ, ანუ შეისწავლეს ეს საკითხი დაუშვათ ქვეყნისთვის, რომელი სპეციალობებია უფრო მნიშვნელოვანი და სად არის მეტი დასაქმების საშუალება? კი ბატონო, ამას ალბათ ძალიან დიდი შესწავლა არ ჭირდება, როდესაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი არ არის ფუნდამენტური მეცნიერებები და მისი განვითარება, ასეთ ქვეყანას ნამდვილად მომავალი არ აქვს, ამაზე შევთანხმდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სამართალმცოდნეობა ან საერთაშორისო ურთიერთობები არაპრიორიტეტულია ქვეყნისთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანას არ ჭირდება კარგი იურისტი. ამაზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ ისე ვიმეორებ, იმის გამო, რომ აი ეს მიმართულებები
ნამდვილად მნიშვნელოვნად ასე ვთქვათ, მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდობისთვის. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, აი მაგალითად, რატომ ამას ხომ აქვს თავის მიზეზები? რატომ აღმოჩნდა დაუშვათ ბიზნესის სპეციალობა უფრო მნიშვნელოვანი? იქნება იმიტომ, რომ დასაქმების საშუალება დღეს იურის ან ბიზნესის ფაკულტეტის დამთავრებულს მეტია. საწავა ინჟინერი, როდესაც ის მიიღებს შესაბამის განათლებას. ინჟინერს ნამდვილად აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, მით უმეტეს ესეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენია. ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანას უწევს ინჟინრების სხვა ქვეყნიდან მოზიდვა და დაუშვათ მათი გამოყენება და ძალიან უჭირდეს საკუთარ ქვეყანაში არსებული, ასე ვთქვათ, რესურსების მოძიება. ანუ არის ამ სპეციალობებზე სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არიან კადრები? კი ბატონო, ეს ნამდვილად ესე საინჟინრო სპეციალობებს რაც ეხება, ნამდვილად ესეა. და არავინ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამაზე არც არის საუბარი, რომ ქვეყანას კარგი იურისტი, კვალიფიციური იურისტი არ ჭირდება, აქ არის საუბარი იმაზე და სხვათა შორის გაგახსენებთ 2005 წელს, როდესაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება არსებობდა და არ არსებობდა საერთოდ თანადაფინანსების პრინციპი. ყველა აბიტურიენტი, ვინც კარგ შედეგებს აჩვენებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ფინანსდებოდა მხოლოდ და მხოლოდ 100%-იანი გრანტით, ან საერთოდ ვერ იღებდა დაფინანსებას. თანადაფინანსების პრინციპი შემოვიდა 2006 წელს და აქ საუბარია იმაზე, რომ 30%-იანი, 50%-იანი და 70%-იანი გრანტით ვერ დაფინანსდება სტუდენტი, თუ ის ჩააბარებს სამართალმცოდნეობაზე მაგალითად. მაგრამ რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, თუ ის მართლაც კარგია და კარგ შედეგებს აჩვენებს და მოიპოვებს 100%-იან გრანტს, ბუნებრივია მისი სწავლება სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გასაგებია, მაგრამ რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენ ეს გადაწყვეტილება? მაგალითად, როგორ აისახება ეს? კი ბატონო, დავიწყე სამაგისტრო გამოცდებზე, უბრალოდ სამაგისტრო პროგრამებზე ვსაუბრობდით და მაშინ მე პირადად ვთვლი და ეხლა ვთვლი, რომ მართლა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეხლა თუ სტატისტიკას გადავხედავთ და ტენდენციებს გადავხედავთ, რაც მე ძალიან მიხარია პირველ ათეულში 10% თქვენ იცით იმ საერთო თანხისა, რომელიც გამოყოფილია სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებისთვის, პირველი 10% თანხისა საერთო რანჟირებული სიით ნაწილდება და სხვათა შორის წინა წელს თუ არც ერთი ამ 10%-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით მაგისტრობის მსურველი არ მოხდა, წელს უკვე ეს გარკვეული რაოდენობა გვყავს. ასე რომ ანუ ფიქრობთ, რომ ანუ სახელმწიფოს მიერ ესე ხელოვნურად გადანაწილებული პრიორიტეტები შემდეგ შედეგს იძლევა? რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად ნათლად ჩანს სამაგისტრო პროგრამებზე თუ ვისაუბრებთ. და რაც შეეხება თანადაფინანსების საკითხს შეეხეთ ზეგან ქალბატონო მაია და კი ბატონო, მე უბრალოდ ეს მინდოდა მეთქვა, რომ სამაგისტრო პროგრამები ეს უკვე მეორე საფეხურია უმაღლესი განათლების და სრულიად ლოგიკური იქნებოდა პირველ საფეხურზეც ანალოგიური რამ განხორციელებული იყო, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე ვამბობ ფიზიკოსი პირველ საფეხურზე ბაკალავრიატში არ აკყავს, ბუნებრივია მაგისტრატურაში ვერანაირად ვერ გეყოლება. და ამას ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, პირველ საფეხურზევე ჭირდება. და ჭირდებოდა და აი ამის წელს უკვე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკვე პირველ საფეხურზეც ფინანსური მხარდაჭერა განაცხადა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ სწორედ აი ამ მიმართულებებზე. ბაკალავრიატის შემთხვევაში ქალბატონო მაია, თანადაფინანსების ამდაგვარი გადანაწილება ხომ არ გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას, განსაკუთრებით რეგიონების ხარჯზე, ვისთვისაც ამ თანადაფინანსებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვისაც დაუშვათ არ უნდა იმ ფაკულტეტზე ჩაბარება. რატომ გონიათ რომ შეამცირებს ეს არ ეხება თუ თქვენ საგამოცდო საგნებს გულისხმობთ, ეს არ ეხება საგამოცდო საგნებს, იმიტომ რომ ყველა აბიტურიენტს ექნება 4 გამოცდა ჩასაბარებელი, არჩევითი საგნების ნუსხიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ჩააბარო. სწავლების თანადაფინანსებაზე ვსაუბრობ. სწავლების თანადაფინანსება. დაუშვათ რეგიონიდან ჩამოსულ აბიტურიენტს უნდა რომ ჩააბაროს იურიდიულ ფაკულტეტზე და ვერ აიღო მან 100%-იანი დაფინანსება. სწორედ ამაში გამოიხატება პრიორიტეტულობა, ამაში გამოიხატება პრიორიტეტულობა, რომ ის და ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით ფინანსდება, სწორედ აი ეს ფაკულტეტებით. ანუ მან მიუხედავად დაუშვათ თავისი სურვილის და მიდრეკილებებისა, უნდა შეცვალოს ამ შემთხვევაში არჩევანი? არა, მოდით ესე ვთქვათ, აქვს რა თქმა უნდა შანსი, თუ ის ნამდვილად ძალიან კარგია, მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლოს იქ, სადაც უნდა. ამაში ხელს არავინ არ უშლის. კარგით, ვიდრე განათლების სამინისტრო მიიღებდა ქალბატონო მაია ამ გადაწყვეტილებას 2010 წლის
აგვისტოში ბაზალეძე ამაზე ძალიან ცლად ისაუბრა პრეზიდენტმა პედაგოგებთან შეხვედრისას. როდესაც მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ აბიტურიენტთა აბსოლუტური უმრავლესობა არჩევს ჰუმანიტარულ სპეციალობებს და არა საინფორმაციო ტექნოლოგიურ დარგებს და ამიტომ სასწავლო გრანტის მხოლოდ 20% უნდა გამოიყოს ჰუმანიტართა ყველაზე ნიჭიერი ნაწილის დასაფინანსებლად. სხვა შორის საატესტატო გამოცდების შემოღების დროსაც პრეზიდენტისგან წამოვიდა პირველი ინიციატივა. მე მაინტერესებს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს განათლების სისტემაში? პრეზიდენტი? არა. ანუ მის ინიციატივებზეა გადაწყვეტილებები. მოდით ესე ვთქვათ, განათლების და მეცნიერების მინისტრი პრეზიდენტთან ერთად. ანუ როდესაც მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააკეთა ბაზალეძეს მინისტრთან შეთანხმებული. თქვენ საუბრობთ გრანტის განაწილებაზე. დიახ, ამ შემთხვევაში გრანტის განაწილებაზე კი. მე ისევ ვიმეორებ, მე ისევ მინდა გაგახსენოთ ჩარშანდელი წელიწადი, როდესაც სწავლების მეორე საფეხურზე მოხდა ეს ცვლილება და სრულიად სხვა ფორმით დაფინანსდა მაგისტრობის მსურველები. ეს ლოგიკური იქნებოდა პირველ საფეხურზეც გაკეთებულიყო და მაშინ შეიძლება იმ მომენტში არ იყოს საუბარი ბაკალავრიატში როგორი უნდა ყოფილიყო დაფინანსების პრინციპი, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკური ეს უკვე შარშანი იყო. ანუ პრეზიდენტის პოზიცია შეთანხმებული იყო განათლების სამინისტროსთან? პრეზიდენტი ცხადია, ბუნებრივია. და უბრალოდ პრეზიდენტმა გააჟღერა ეს პირველად. არა, პრეზიდენტმა გააჟღერა ეს პირველად, ცხადია, ბუნებრივია, მაგრამ ეხლა მე ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ისევ იგივეს ვიმეორებ, შარშანაც კი ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა, როდესაც ჯერ საუბარი არ იყო იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო დაფინანსება სწავლების პირველ საფეხურზე. სრულიად ლოგიკური იქნებოდა ასე თუ ისე იგივე სისტემის შემოღება პირველ საფეხურზეც. თუ არის ქალბატონო მაია საერთაშორისო პრაქტიკაში ვთქვათ მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკაში ძალიან ძნელად მოვიპოვებთ მსგავს პრინციპს და სისტემას, იმიტომ რომ უმაღლეს სასწავლებლების ესე ცენტრალიზებული დაფინანსების პრინციპი მე არც ერთ ქვეყანაში არ ვიცი არსებობდეს. თუმცა არის ავსტრია, გერმანია, სადაც სახელმწიფო ძალიან დიდ წილად აფინანსებს განათლებას და ამ ქვეყნებში სხვა შორის საერთოდ უმაღლესი განათლება უფრო იაფიჭდება, ვიდრე სხვა რამეს გულისხმობ, როდესაც ცენტრალიზებულად ხდება მისაღები გამოცდების ჩატარება და როდესაც გამოცდების შედეგების საფუძველზე ნაწილდება თანხა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი სისტემა ორიგინალურია. ამ შემთხვევაში მე პირადად ვფიქრობ, რომ არის ორიგინალური. გჭდება ერთი კითხვა, ხომ არ შექმნის ესეთი სისტემა დაფინანსების დამატებით ბარიერებს? მაგალითად, სიმონ ჯანაშიას მოსაზრება წავიკითხე პრესაში. ის ფიქრობს, რომ საჭირო გახდება ასეთ შემთხვევაში დეფინიცია იმის გასარკვევად, თუ რომელი სპეციალობა რომელ მიმართულებას ეკუთვნის. მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტი, რომელიც ეკუთვნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას, ფინანსდება თუ არა? რადგან საერთაშორისო ურთიერთობები არ ფინანსდება, ხოლო ისტორია ფინანსდება. კი ბატონო, ფაკულტეტში რამდენიმე სპეციალობაა და აქ რადგანაც მიმართულებების დაფინანსებაზეა საუბარი, ბუნებრივია. ფაქტიურად ჩარიცხვა მიმართულებებზე ხორციელდება და არა ფაკულტეტზე. ანუ მიმართულების მიხედვით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მიმართულების მიხედვით მოხდება. რაც შეეხება საერთო თანხას, ქალბატონო მაია, რომელიც გრანტებისთვის არის გამოყოფილი, რა თანხაა ეს? 11 მილიონი. ამ ცვლილების შედეგად 11 მილიონი დარჩება, ისევ თუ იცვლება? არა, თანხა იგივეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად იგივეა. უბრალოდ პროპორციები შეიცვლება. კი ბატონო. კიდევ ერთი ცვლილება, რაც შეეხება გრანტის გაცემას, ეს არის ის თუ რის მიხედვით უნდა გაიცეს გრანტი. თავიდან, როდესაც დაიწყო, ასე ვთქვათ, საერთო ეროვნული გამოცდები და ეს სისტემა დაინერგა, გრანტი იყო დამოკიდებული უნარების ტესტის შედეგზე, ასეა. თუმცა შემდეგ 2010 წელს შეიცვალა ეს წესი და უკვე საერთო ჯამურ შედეგზე გახდა დამოკიდებული. გუშინ გავრცელდა განცხადება, რომ წესი ისევ იცვლება და ისე უნარების ტესტზე იქნება დამოკიდებული გრანტის. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რატომ გაწმგონია. ეს ინფორმაცია არასწორად გაიგეს ზოგიერთებმა, საუბარია შეიძლება, ეს ჩემი ვარაუდია. საუბარია სტუდენტებზე, რომლებიც ღებულობენ ცალკე კონკურსში მონაწილეობა, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ თავიანთი. და არა ეროვნულ გამოცდებზე. ანუ ეროვნულ გამოცდებზე დარჩება ისევ ჯამური სისტემა. კი ბატონო, 4 გამოცდის შედეგის საფუძველზე. გაამართლა ამ სისტემამ, არანაირი ხარვეზი არ აღმოჩნდა, თუმცა ამაზე საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, მაია მიმინოშვილია ჩვენი სტუმარი, ქალბატონო მაია, გავიმეორებ შეკითხვას. რამდენად გაამართლა
ჯამური წესით გრანტის გაცემის სისტემა. მე რამდენთაც მახსოვს, თქვენ თავიდანვე მომხრე იყავით, რომ არა მხოლოდ უნარების მიხედვით, არამედ გამოცდების საერთო ჯამური შედეგის მიხედვით ყოფილიყო გრანტი გაცემა. ნამდვილად იგივე აზრზე ვრჩები. შეუძლებელია ეს ამაზე ვისაუბროთ, გაამართლა თუ არ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი მოსაზრებაა, მე ნამდვილად უსამართლოდ მიმაჩნდა, როდესაც წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე ნაწილდებოდა გრანტი. იმიტომ რომ ეს მთელი სისტემა, რაც შემოვიღეთ ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით, ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება და ემყარება ცოდნის და უნარების კომპლექსური შეფასება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია ადამიანის როგორც უნარები, ასევე საგნობრივი ცოდნაც. აი ესე დავიწყეთ ჩვენ 2005 წელს და მართალი გითხრათ 2005 წელს სწორედ ყველა საგნის შედეგის საფუძველზე გაიცემოდა გრანტი, ეს წესი შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ 2006 წელს და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე გაიცემოდა გრანტი. აი ეს ძირითადი და ფუნდამენტური პრინციპი აი იმ სისტემისა. რატომ მოხდა ცვლილება მაშინ? ანუ რატომ მოხდა აქცენტის გაკეთება გრანტზე? ცვლილება მოხდა ელემენტარული მიზეზის გამო. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი გახდათ ის, რომ 2005 წელს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 4 გამოცდა ჰქონდა, 3 იყო აქედან სავალდებულო და მხოლოდ 1 იყო არჩევითი. მათემატიკა 2006 წლიდან უკვე გეგმავდით დანარჩენი საგნების დამატებას და ვარაუდობდით, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იქნებოდა და ყველა თანაბარი რაოდენობის გამოცდას ჩააბარებდა, მაგრამ ეს პრინციპი არ იქნა შემოღებული 2006 წელს და ყავდა რაოდენობა აბიტურიენტებისა, რომელიც ისე მხოლოდ და მხოლოდ 3 გამოცდას აბარებდა და იყო რაოდენობა აბიტურიენტებისა, რომელიც აბარებდა დამატებით მე-4 გამოცდას. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია უსამართლო იქნებოდა ყველა გამოცდის შედეგი გაგვეთვალისწინებინა და ერთადერთი ასე ვთქვათ უნიკალური გამოცდა, რომელიც ყველასთვის საერთოდ თანაბარი იყო, ეს გახდათ ზოგადი უნარების გამოცდა და აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც წესი შეიცვალა და მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე. ანუ ეს წესი აღარ შეიცვლება და ჯამური შედეგით მოხდება ისევ. ეს წესი აღარ შეიცვლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა აბიტურიენტს 4 გამოცდა იქნება ჩასაბარებელი, წელსაც ისევე როგორც ჩარშან და გათვალისწინებული იქნება, რა თქმა უნდა, ყველა გამოცდის შედეგი და არა მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგი. და რა შეცვალა ამ წესის შეცვლამ, ქალბატონო? ანუ რა მაინტერესებს, უფრო მეტმა აბიტურიენტმა მიიღო დაფინანსება თუ უფრო ნაკლებმა? შეიცვალა? არა, უფრო მეტმა რაოდენობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. 9000-მდე აბიტურიენტს შეეხო, ასე ვთქვათ, დაფინანსება, ეს იქნებოდა სრული თუ ნაწილობრივი, ისევე როგორც წინა წელს, 2009 წელს. რაოდენობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ცვლილება არ ქონია, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეს გამოცდა, მესამე გამოცდა, საგნობრივ გამოცდაზე ვსაუბრობ და არა ზოგადი უნარების გამოცდაზე, რომელიც არჩეულ იქნა ფაკულტეტის მიერ და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მიმართულებას და ვერც ერთ სპეციალობას, რომელსაც იმ ჩამონათვალიდან ერთი მაინც არ ჭირდება და ჩამონათვალი გახლავთ მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა. საგნობრივი ცოდნა ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ აბიტურიენტმა გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორიენტაციას უფრო ხარისხზე ვაკეთებდით და არა იმაზე, ორჯერ მეტი აბიტურიენტი დაფინანსდებოდა წინა წელთან შედარებით თუ არა. ასე რომ რაოდენობის მიხედვით არა, მაგრამ ხარისხის მიხედვით მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. თუმცა რამდენადაც ცნობილია, წლევანდელი წელი გამოირჩეოდა პრინციპში დაბალი მოსწრებით. კი ბატონო, ეგ საუბარი სხვათა შორის ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობა იყო ზაფხულიდან დაწყებული, ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ექსპერტად შერაცხული ბატონი სიმონ ჯანაშია, გამოცდების ექსპერტი, ასე ვთქვათ. ის ამბობდა, რომ არა, თურმე პირიქით უკეთესი შედეგები მივიღეთ, ერთადერთი რაზეც მე პირადად ვიყავი შეწუხებული და არ მომწონდა წლევანდელი შედეგები გახდათ ის, რომ საკმაო რაოდენობა იყო აბიტურიენტებისა, რომლებმაც ვერ გადაალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. და რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად? მე პირადად მიმაჩნია ის პრობლემები მიზეზად, რაც საშუალო განათლების სისტემაშია და სკოლაშია. აქედან გამომდინარე, რამდენ თანმიმდევრულად ხორციელდება რეფორმა, ქალბატონო მაია, ანუ აქცენტი არის აშკარად უმაღლეს სასწავლებლებზე, მაგრამ სკოლებში ფაქტია, როგორც შედეგები აჩვენებს, არ არის სათანადო მდგომარეობა. კი ბატონო, ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა მე უფრო სიამოვნებს და მიყვარს იმ თემაზე საუბარი, რაც პირადად მე და ჩემს ორგანიზაციას ეხება, მაგრამ
ეხლა ჩემი მოსაზრება თუმცა ესეთი ჯაჭვია, რომლის დარღვევა ცოტა რთულია. არაერთხელ დამიფიქსირებია, მე წუხვარ, რომ კარგ შედეგებს ვერ მივაღწიეთ სწორედ იმ მიმართულებით, სასკოლო განათლების მიმართულებით. აქამდე ჩემი აზრით დაიშვა შეცდომები და სერიოზული შეცდომები, რომლის გამოსწორება ნამდვილად უმნიშვნელოვანესია და სერიოზული და მართლა ძალიან აქტიური ნაბიჯებია. და შეცვლის სამხრივ საატესტატო გამოცდები ვითარებას სურათს. მე თუ მკითხავთ, იცით ეს ერთ-ერთი გზა არის და არა ერთადერთი, რა თქმა უნდა და თუ მკითხავთ ყველაზე კარგი და საუკეთესო და ეფექტური გზა არის თუ არა, მე გეტყვით რომ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მალე შეიძლება მიიღოს შედეგი. ანუ იძულების წესია, როდესაც მოსავლეს ეუბნები რომ შენ ატესტატს ვერ მიიღებ, თუ არ იმეცადინე, თუ არ მოემზადე და თუ არ ჩააბარე ეს გამოცდა. ამ თვალსაზრისით ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საგამოცდო სისტემით, განათლების სისტემის, ასე ვთქვათ, რეფორმირება და გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჭირდება კონკრეტულად ეფექტური სასწავლო გეგმების მიმართულებით, ეფექტური სახელმძღვანელოების შექმნის მიმართულებით, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საგამოცდო სისტემა, მაგრამ ისე ვიმეორებ, ეს ერთ-ერთი გზა ნამდვილად არის. უფრო მოკლე პერიოდში შეიძლება ფაქტია, რომ საატესტატო გამოცდები უკვე შემოღებულია და წელს ეს უნდა გაიარონ ვინც ამთავრებს საშუალო სკოლას. 14 თებერვლიდან უკვე იწყება აბიტურიენტების რეგისტრაცია, რომელიც 25 მარტამდე უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ამ პერიოდისთვის ხალბატონო მაია საატესტატო გამოცდები ჯერ არ არის ჩატარებული. ანუ რა უნდა ქნას აბიტურიენტმა, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, მაგრამ ჯერ არ ჩაუბარებია საატესტატო გამოცდები და ჩაბარების შემთხვევაში დაუშვათ ჩაიჭრა. არანაირი პრობლემა არ არის, რადგან რეგისტრაციის თემას შევეხეთ, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ამას, 14 თებერვალს ვიწყებთ ნამდვილად, 25 მარტს ვასრულებთ. და ეს ეხება, ასე ვთქვათ, ყველა ტიპის გამოცდას, არა მხოლოდ აბიტურიენტებს, მე-12 კლასელებს, არამედ მაგისტრობის მსურველებს, იმ პედაგოგებს, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა სასერტიფიკაციო გამოცდებში, იმ სტუდენტებს, რომელთაც უნდათ გაიუმჯობესონ გრანტი და ასე შემდეგ. ასე რომ ყველა რეგისტრაცია ერთდროულად წარიმართება. რაც თქვენ ახსენეთ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ წინა წლებშიც, როდესაც აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყებოდა, ზუსტად ამ პერიოდში იწყებოდა, უმრავლესობა მათგანი მე-12 კლასელი იყო, დამამთავრებელ კლასში იყო და ყოველ შემთხვევაში არსებობდა თეორიული შანსი იმისა, რომ რომელიმე მოსწავლეს ატესტატი ვერ მიეღო. ასე რომ საბოლოოდ ბაზის გასუფთავება ხდება და ხორციელდება ივნისის თვეში, როდესაც უკვე ჩვენ სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მიიღო საშუალო განათლების ატესტატი და ვინ ვერ მიიღო. ასე რომ მე-12 კლასელი, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდება ისევე როგორც გამოსაშვები გამოცდისთვის და თუ მას სურვილი აქვს სწავლა გააგრძელოს, ასევე მისაღები გამოცდებისთვის. და თუ და მე ამას რა თქმა უნდა არავის არ უსურვებ, თუ მან ვერ მოახერხა დაუშვათ გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ვერ მიიღო საშუალო განათლების ატესტატი, ბუნებრივია ის ავტომატურად უკვე ივნისის თვეში ამოვარდება ჩვენი ბაზიდან. ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ რეგისტრაციის პროცესს, ანუ ინტერნეტით იწყება რეგისტრაცია, რა პრივილეგიები აქვს ამ მეთოდს, ანუ რა თვალსაზრისით მაინტერესებს, დაუშვათ მე შევიყვანე რაღაცა მონაცემები, გავაკეთე რაღაც არჩევანი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალა ჩემი სურვილები. მაქვს საშუალება რომ შევცვალო. ნამდვილად ძალიან მე ჩემი აზრით ძალიან ეფექტურ სისტემას ვთავაზობთ ჩვენ არა მხოლოდ აბიტურიენტებს, არამედ პედაგოგებიდან დაწყებული მაგისტრირობის მსურველებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს, ეფექტურს იმ თვალსაზრისით, რომ ის რაც თქვენ ახსენეთ, ეს იქნება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, რაც არ იყო შესაძლებელი წინა წლებში. როდესაც აბიტურიენტი ავსებდა სარეგისტრაციო ფორმას, ხელით ავსებდა და აგზავნიდა ჩვენთან გამოცდების ეროვნულ ცენტრში, გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ ამ ამონაბეჭს უკან უგზავნიდით აბიტურიენტს იმისათვის, რომ თუ რაიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა იყო დაშვებული დაუშვათ ოპერატორის მიერ, ეს გასწორებულიყო. მაგრამ აბიტურიენტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მისი არჩევანი შეეცვალა, ან საგამოცდო საგანი შეეცვალა და ასე შემდეგ.
ამ შემთხვევაში დაწყებული 14 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია შეცვალოს თავისი არჩევანი, გადააკეთოს და დაუშვათ საბოლოო ვარიანტი უკვე დააფიქსიროს და გამოაგზავნოს. უფრო მეტიც, აი ეს სისტემა არ აძლევს საშუალებას არც აბიტურიენტს, არც მოსწავლეს, არც მასწავლებელს, ვინც ელექტრონულად გაივლის რეგისტრაციას, ტექნიკური ხასიათის შეცდომა დაუშვას, იმიტომ რომ თუ ის სახელს მაგალითს ვამბობ, თუ სახელს და გვარს აკრებს, ავტომატურ რეჟიმში ეწერება პირადი ნომერი. ასე რომ პირადი ნომრის შეყვანაც არ ჭირდება, ფოტოსურათი არ ჭირდება, იმიტომ რომ ამას ყველაფერს ჩვენ ვიღებთ უკვე საჯარო რეესტრიდან და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია საჯარო რეესტრმა. მას არ მიცემს სისტემა დარეგისტრირების საშუალებას, თუ მას შეეშალა კოდი და ის არ არის შესაბამისი დაუშვათ ფაკულტეტის დასახელებისა. ანუ შეცდომებისგან თვითონ სისტემა იცავს. თვითონ სისტემა იცავს შეცდომებისგან და აქ უკვე გადამოწმებასაც არავითარი აზრი არ აქვს, შევსებაში ეხმარება ასე ვთქვათ აპლიკანტს. და 25 მარტამდე არის 25 მარტამდე მას შეუძლია რამდენჯერაც მოისურვებს იმდენჯერ შეცვალოს თავისი არჩევანი, გადააკეთოს და უკვე 25 მარტის მერე 25 მარტამდე ბოლო და 25 მარტი ჩვენ უნდა საბოლოო ვარიანტი მივიღოთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მაია მიმინოშვილი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ლადო პაპავასთან ერთად დავუბრუნდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ლადო პაპავაა ჩვენი სტუმარი, ბატონო ლადო, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის დაპირების მიხედვით საქართველოს აქვს თუ ქონდა 3 თვის მარაგები ხორბლის და ამიტომ პურზე ფასი არ უნდა გაზრდილიყო, გუშინ ეს მაინც მოხდა. როგორ ახსნით ამ ფაქტს? თუ მარაგები იყო, რატომ გაიზარდა ფასი? მოდით თვითონ სოფლის მეურნეობის მინისტრის ნათქვამზე კომენტარის გაკეთება რთულია, იმიტომ რომ მისი ნათქვამი თვითონ არის დასტური იმის, რომ ეს სიტუაციას ვერ ფლობს. მაგრამ რას გულისხმობთ? არ არის სინამდვილეში 3 თვის მარაგი. თვითონ ნამდვილად მე არ ვარ ახლა ამაში კომპეტენტური თქვა რომ არის თუ არ არის. მაგრამ კაცი რომელიც ეძახის რომ მარაგი არის და 3 თვის განმავლობაში პრობლემა არ იქნება, ამ დროს პრობლემა სახეზე არის. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ პიცი წამს და ბოლო მაგვირებს, ანუ ახლა უნდა დაუჯეროთ მინისტრს, როცა რაღაც წესით უნდა დაუჯეროთ, როცა რაღაცას იძახის, მაგრამ შემდეგ როცა რაღაც ხვანაერად ხდება, იმის ახსნა რთულია. ამიტომ დავანებოთ მის განცხადებას და რეალურად შევხედოთ. პურზე რო ფასები გაიზრდებოდა, ეს არ იყო მოულოდნელი და ეს არ იყო არაპროგნოზირებადი. პირიქით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზარდა შესყიდვები ეგვიპტემ. მარცვლეულის მარტივი მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, იქ ყველგან ჩინეთში ჩაწვა მოსავალი. სადაც არის სოციალური პრობლემები, ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს შესყიდვა, იზრდება მოთხოვნა, იზრდება ფასი. მაგრამ ეს რაც არის ზოგადად საერთაშორისო ტენდენციები, მაგრამ რეალურად ჩვენთან რაც ხდება, ის არის რომ ჩვენ მოგვაქვს ძირითადად მარცვლეული, ეს ჩვენთვის არის იმპორტი, თუ იმპორტი გიძვირდება, ეს ძვირდება. პური კი თავისი ბუნებით ეს არ არის ელასტიური საქონელი, ანუ მასზე არ მოქმედებს ის რომ დავუშვათ პური თუ გაძვირდება, მასზე მოთხოვნა შემცირდება. არა, პური თუ გაძვირდება, მასზე მოთხოვნა არ შემცირდება. შეიძლება გაიზარდოს კიდევაც. ეკონომიკაში ეცნობილია და მას გიფინის პარადოქსი ქვია, ძალიან მოკლედ ავხსნი. ყველა ქვეყანაში არის ღარიბი მოსახლეობისთვის ყველაზე იაფი და ძირითადი კვების პროდუქტი. და თუ ეს პროდუქტი ძვირდება, მოსახლეობა მას იმდენად ღარიბია, რომ სხვა პროდუქტით, კვების პროდუქტით მაინც ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ ის სუბსტიტუტი არ არის. ანუ ასეთი პროდუქტი დაუშვათ, სიტყვაზე თქვა, ჩინეთში არის ბრინჯი. დიახ. ჩვენთან ასეთი პროდუქტი და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არის პური. ამიტომ პურზე ფასების გაძვირება ესეთი რაღაცაა, რომ ბაზარი ამას ყოველთვის მიიღებს, იმიტომ რომ გაჭირებულ კაცმა მაინც პური უნდა ჭამოს. მაგრამ ერთი მომენტი, ბატონო ლადო, მარაგების თემას მინდა ისევ შევეხო. საქართველოში ცნობილია და ხშირად ხდება ასე, რომ დაუშვათ ბენზინზე საერთაშორისო ბირჟებზე იმატებს ფასი, ნავთობზე უფრო სწორად საქართველოში არის ეს მარაგები 2-3 თვით ადრე შეძენილი, მაგრამ ასე ვთქვათ, ხდება შეთანხმება, ეგრეთ წოდებული კარტელური შეთანხმება და აძურებენ ხელოვნურად ამ ფასს. ხომ არ ხდება იგივე პროცესი, ანუ იქნება არის მარაგი და მწარმოებლები აძურებენ, იმიტომ რომ სოფლიოში მართლაც ასე მოხდა. დავაზუსტოთ, საქმე იმაშია, მე რომ მარაგი არის და ეს სხვა ფასად არის. ის რომ გაყიდის ამ მარაგს, ხო ის ფული უნდა ამოიღოს, რომ ახალი იყიდოს და თუ ის ფასი უკვე გაიზარდა.
მან რომ მოიღოს ცოტა ფული, იგიბოდენობას ხო ვეღარ ეკიდის. ამიტომ მას კი აქ მარაგი, ნუ მოვიტყულებ თავს, თუ მარაგია, გაუცილებლად ძველი ფასით უნდა გაყიდოს. აი სწორედ ეს ამაზე მინდოდა რომ დავკონკრეტებულიყავი და ზუსტი პასუხი. ამაში არის პრობლემა რომ შეიძლება მარაგი არ ცვლის სიტუაციას. არ ცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ იმ მარაგის გაყიდვით მას უნდა დარჩეს ის ფული რომ ახალი იყიდოს და თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა, მაგრამ გაყიდოს ჩვეულებრივ ფასად, იმ ფასად რაც მანამდე იყო გაძურებამდე, ის მარაგის შესაქმნელად ან ახალი პარტიის შემოსატანად ნაკლები რესურსის ფლობელი იქნება. ამიტომ ნებისმიერი მეწარმე არის კარტელურ გარიგებაში თუ არა, უნდა ვიცოდოთ რომ მეწარმე თავის ბუნებით კეთილშობილური არსება არ არის. ის არ შეიძლება, ეს არის მოგებაზე ორიენტირებული. ამიტომ ის ცდილობს რომ მე გაიგო რომ სოფლიოში ფასები არის დინამიკა და არის ფასების და ის ცდილობს თავი დაიცვას, თავი დაიზღვიოს, ამიტომ ისიც აძვირებს ამას. უბრალოდ ჩვენ აქ მეორე პრობლემა გვაქვს, როდესაც რაღაცა სოფლიოში იაფთება, ჩვენთან რო არ იაფთება. აი აქ არის სწორედ ეს კარტელური გარიგება, აქ არის რომ კონკურენცია შეზღუდულია. ეს სწორედ აი ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ნავთობპროდუქტებზე. როდესაც ფასები იზრდებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც გაიზრდებოდა, მაგრამ როდესაც შემცირება წავიდა, მე შემცირება დიდი არ იყო, ერთხელ მახსოვს საქართველოს პრეზიდენტი დაემუქრა კიდევაც ბეზო გასამართ სადგურებს და ყველა იმ კომპანიებს ისიც არის ეს სადგურები, რომ ფასები დააწიოთო და რაღაც 5 თეთრით შეამცირეს. ასეთი თუმცა ამან არ მიიღო ქრონიკული ხასიათი. ამან არ მიიღო ტენდენცია, ეს ტენდენციათ არ ჩამოყალიბდა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე. ჩვენ გიგიუგულავამაც სხვა შორის დაადანაშაულა კერძო მეწარმეები საქართველოში ინფლაციის პროცესის გართულებაში. მათზეა პასუხისგებლობა. იცით რა, ახლა ასეთი დადანაშაულება პერიოდულად არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კერძო მეწარმეები, საერთოდ ბიზნესი არც სამოქალაქო აქტიურობით უნდა გამოირჩევდეს და არ გამოირჩევა, იმიტომ რომ პირიქით ისინი ყოველთვის ცდილობენ ხელისუფლებასთან ლოიალურები იყვნენ და ამიტომ ეს სამოქალაქო აქტიურობა მათთვის ეს უცხო ხილია და იმავდროულად ის არ არის კეთილშობილი, ის არის მოგებაზე ორიენტირებული. ეს მხოლოდ ზოგიერთები არის ის კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ სიმდიდრეს მიიღებენ და მერე ცდილობენ რაღაც ასე ვთქვათ ხალხს მისცენ დაეხმარონ და ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია. ზოგადად ბიზნესს ნუ მოვთხოვ ჩვენ კეთილშობილობას. ნუ დავაბრალებთ თქვა პირიქით თავრობის პრობლემა არის. თავრობა უნდა იყოს მზრუნავი საკუთარ ხალხზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სწორედ იმიტომ ირჩევს ხალხი იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც აყალიბებს თავრობას, რომ მერე ხალხზე იზრუნოს. ამიტომ ნუ მოვთხოვ ჩვენ თავრობას თუ ბიზნესში ხდება ის, რომ არის კარტელური გარიგება, ერთ თავრობის ბრალია, რომელმაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გააუქმა. თუ თავრობა ადანაშაულებს ბიზნესს, რომ ისინი ხელოვნურად ფასებს აძვირებენ, მაშინ მოდიდან ნუ შეაწერს ამ ბიზნესის იმ თანხებს სხვადასხვა კონცერტების და შოუების ჩასატარებლად. ანუ აქ თავრობისთვის ადვილია დაადანაშაულო ბიზნესი, რადგანაც იცი რომ ბიზნესი არის მუნჯი. ხმარო მოიღოს სხვა შეუშვებს სხვადასხვა ბაკონტროლებელ რა თქმა უნდა შეუშვებს ბაკონტროლებელ ორგანოები და ყოველთვის რაც არ უნდა მთავრობამ გააკეთოს ბიზნესმენების უდიდესი ნაწილი უნდა გამოდიოდა იძახდა დედა რა კარგია რა სიამოვნები რა გახარებული ვარ ამდეხანი ეს არ მქონდა და აწი ვიქნებით უკეთესათო გავიხსენოთ თუნდა ბოლო წლები ჩვენი ბიზნესმენები ცალკეული გამონაკლისის გარდა კომენტარები ყველაფერზე რაც კი ქვეყანაში ხდება ცუდი რამე ხდება კარგია კარგი რამე ხდება კარგია თუ არაფერი არ ხდება მაინც ბედნიერები არიან ბანულად ალბათ მოსახლეობას ყველაზე მეტად ისაინტერესებს რა ჯაჭვურ შედეგს გამოიწვევს სპურზე ფასის მომატება. ანუ გადაედება თუ არა ეს სხვა პროდუქტებსაც. რა თქმა უნდა გადაედება. ახლა გეტყვით მარტივ რამეს. ყველა ის წვრილი იმპორტიორი, რომელიც არის დაკავებული ეს სხვადასხვა სხვა საკვე პროდუქტებთან, რომელთაც არ აქვს მსხვილი ბიზნესი, საშუალო მცირე ბიზნესი აქვს. თვითონ ხო არიან პურის ყიდველები. ამიტომ როცა პური ძვირდება, თვითონ რო იყიდოს პური, ბუნებრივია თავის ციციბურას თუ ბრინჩი თუ შაქარში ეს წვრილი გამყიდველები ყველა შეესწება ფასები მოუმატოს. იმიტომ რომ ისინი ძირითადად პურის მომხმარებლები არიან. ისინი არ არის შეძლებული კლასი. ინფლაცია ყველაზე ნაკლებად აი კვების პროდუქტების თვალსაზრისით აზარალებს დიდარ ხალხს. დიდარი კაცისთვის ეს არ არის პრობლემა. როგორ ინფლაციაც არ უნდა იყოს, მას ყოველთვის ექნება იმის შესაძლებელი რომ არ მოშივდეს. მაგრამ დაბალ შემოსავლიანი ხალხისთვის ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ყველა ის წვრილი მოვაჭრე რომელიც თუნდაც პურით არ ვაჭრობდეს მაგრამ არის რეალურად ძირითადი მისი კვების რაციონში ძირითადი პროდუქტი არის პური რა თქმა უნდა შეეცდება თუ ბაზარი მიიღებს გაძვირებულ ფასს მისი საქონლისა გაზარდოს ფასი ახლა ეს მეორე ბაზარმა შეიძლება ვერ აიტანოს ფასის გაძვირება ამიტომ ის გააკოტრდეს ან დაანებოს თავი ბაზარზე მაგრამ როგორც კი ის თავის პროდუქტის მიწოდება შეამცირებს ბაზარი იმწოვს რეაქციას მისცემს და უკვე ის პროდუქტიც მაინც გაძვირდება ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასე რომ უნდა ველოდოთ
ვარაუდობთ ნებისმიერ შემთხვევაში პურის გაზვირება თუ იმიტომ რომ სხვა მცირე მეწარმეებსაც მოუნდებათ გააძვირონ თავის პროდუქტები თუ ბაზარმა ეს მიიღო ხო გაძვირდება თუ ბაზარმა ეს არ მიიღო მათ მოუხდებათ ბაზრის დატოვება ანუ მიწოდება შემცირდება ანუ ის პროდუქცია მაინც გაძვირდება ანუ ნებისმიერ შემთხვევაში პურის გაზვირება გამოიწვევს სხვა კვების პროდუქტებზეც მეტნაკლებად გაძვირებას ეს არნიშნავს ყველა ერთნაირად გაძვირდება ბატონო ხელისუფლებამ ინფლაციასთან ბრძოლა ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ ვხედავთ თვალით დაიწყო იმით რომ 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო დღეს სწორედ ელექტროენერგიაზე როგორ შეაფასებთ ამ აქციას იცით არა მარტო ვხედავთ თვალით და განვავრცობ და ვიტყვი რომ ითქვა კიდევაც რომ ეს ანტიინფლაციური ღონისძიება არის მაგრამ თავისი ბუნებით ეს ნამდვილად არ გახლავთ ანტიინფლაციური ღონისძიება იმიტომ რომ თუ ადამიანს თავისი ჯიბით უნდა ეყიდა ის მოხმარებული ელექტროენერგია ის 20 ლარი ამაში უნდა გადაეხადა ახლა მის ნაცვლად ამას გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტი ანუ ამ გაჭირებულ ხალხს დარჩება 20 ლარი საწავა ეს 20 ლარი ბანკებში შეიტანენ ანაბრებზე რა თქმა უნდა არა გაჭირებული ხალხი წავა და ისო კვების პროდუქტებს იყიდის მედიკამენტებს იყიდის ანუ ბაზარზე გაიზრდება მოთხოვნა ესე იგი ადგილი ექნება ინფლაციას ანუ პირიქით ნეგატიურად აისახება ანუ პრაქტიკულად ვაუჩერების დარიგება არის ინფლაციური უფრო მეტიც რა ითქვა რომ კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას ვაუჩერები გარდაუგრიგდება პირდაპირ 20 ლარი მიეცემა ანუ ვიცოდეთ კი სოციალურად ეს არის რომ მათ მიეცემათ 20 ლარი მაგრამ მეორე მხრივ მათ გაუჩნდებათ ის დამატებითი შემოსავალი რომელიც ისევ გაზრდის ამ ფასებს ანუ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგა სოციალური მოსაზრებებიდან გამომდინარე მაგრამ არ უნდა გააპიარო ეს არის ანტიინფლაციური ღონისძიება იმიტომ რომ პირიქით ეს ინფლაციური ღონისძიება სხვა შორის გამოითქვა მოსაზრება რომ უმჯობესი იყო ეს თანხა რომელიც ჯამში თუ არ ვცდები 20 მილიონს შეადგენს პურის ბიზნესისთვის დაერიგებინათ იმისთვის რომ მათ ვთქვათ ხორბალი შეეძინათ და ამით შეეჩერებინათ ის პურის ფასის და რაც დაიწყო ლოგიკურია შესაძლებელი იყო მართლა მე უფრო სპარაეთ ვიტყოდი ჯობია რომ ასეთი თანხები არა პურის ბიზნესში დაერიგებოდა იმიტომ რომ პურის ერთ რამე ყოველთვის ხო ვერ დაურიგებ ხო რამდენჯერ უნდა დაარიგო ეს ხო პირიქით ბიზნესმა უნდა შეინახოს ბიუჯეტი და არა ბიუჯეტმა ბიზნესი პირიქით ეს 20-25 მილიონი ჯობდა ჩადებულიყო სოფლის მეურნეობაში და იგივე ყოფილიყო სუბსიდირება მარცვლეული წარმოების განვითარების საერთოდ მეტეცლეობის განვითარების რომელიც პრაქტიკულად დანგრეულია საქართველოში და აგრეთვე სხვა შეღავათების გათვალისწინებაც როგორც ხელს შეუწყობდა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას აქედან გამომდინარე მარტივი რამ არის არა მეწარმისთვის ფულის მიცემა რომელიც შეჭამენ ამ ფულს და კარგი ცოტა ხანი არ გააძვირებენ მე ხო მაინც გაძვირდება სულ ყოველთვის ხო ვერ მისცემ ამიტომ პირიქით ჯობდა ეს 20-25 მილიონი განხორციელებულიყო სპეციალური სუბსიდირება ინვესტიციური ხასიათის სწორედ ამ სფეროებში ყველაზე მწვავე სფეროებში და ერთ-ერთი ასეთი უმწავესი არის საქართველოში სწორედ მარცვლეული კულტურების წარმოება ალბათ ძალიან საინტერესოა ის თუ ვის შეხვდება სინამდვილეში ეს 20 ლარიანი ვაუჩერი იმიტომ რომ გუშინ უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამ ვაუჩერს მიიღებენ მხოლოდ აქტიური მომხმარებლები ანუ ის ოჯახები ვინც ბოლო უკანასკნელი 6 თვის მანძილზე არანაკლებ 200 კილოვატი ენერგიისა მოიხმარეს ეს რას ნიშნავს თქვენი აზრით? ანუ მიიღებს ამ დახმარებას ის ფენა, ვისთვისაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 20 ლარიანი. აი ძალიან საინტერესო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თვითონ მთავრობა. თვითონ ეს რომ თავიდან თქვა ყველა ოჯახს მიცემთო და მე აღმოჩნდა რომ თურმე ყველა ოჯახს ვერ მისცემენ, ანუ მთავრობამ თვითონ ჩაიგდო თავის თავი მძიმე ვითარებაში. ჩიხში მოაქცია და მე გამოსავლის ძებნა დაიწყო. საქმე იმაში გახლავთ რომ შეიძლება ოჯახებს კონდეთ აი დავუშვათ ორი ოჯახი იყოს, კონდეთ ორი ბინა მაგრამ დავუშვათ ჩობლები ცხოვრობდნენ მოძლიულ შვილებთან და ის მეორე ბინა გამოკეტილი იყოს. იმ მეორე ბინაში ელექტროენერგიის მოხმარება იყოს ნაკლები და იყოს შეიძლება იშვიათად თუ კი შედიან იმ ბინის დასათვალიერებლად, ამიტომ იქ ელექტროენერგიის მოხმარება არის ნაკლები და ასეთ ოჯახს რატო უნდა მიეცეს 20 ლარი. ამიტომ მოიგონეს ასეთი რამ რომ 6 თვის განმავლობაში თუ 200 კილოვატ-საათზე მეტი არ არის ასეთ ოჯახებს არ მიეცეს მოიგონეს თუ იქნებ თანხა არ იყო ბატონო და თავიდან იცით რა კიდე კარგი რომ მეც არ აკეთებენ მეტი ინფლაცია იქნებოდა რა თქვია თანხა რომ მეტი გამოუშვა ხო მეტი ინფლაცია იქნება კიდე კაი მეც არ აკეთებენ და 25 მილიონს თანაც 25 მილიონი ის თანხა რომელიც სტერილიზაციას ეროვნული ბანკი მოახერხებს კიდე კაი მეც ზარალს არ აყენებებ ეს ზარალია ქვეყნისთვის და პრობლემებია ეროვნული ბანკისთვის კიდე კარგი რომ უფრო მეც არ აკეთებენ მაგრამ შევხედოთ ახლა რა ხდება კი ეს არის ერთის მხრივ გაკეთებული იმისთვის რომ არის სხვადასხვა ოჯახები და რომელსაც აქვთ ასეთი ბინები და ამ დროს ფორმალურად ჩობლები დაუშვათ არიან იმ ბინაში ჩაწერილი მაგრამ ცხოვრობენ შვილებთან
რომ მათ ის ვაუჩერი არ მიიღონ, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად ელექტროენერგიის მოხმარებელი რეალური სისტემატური არ არის. მაგრამ ჩვენ ყავს ძალიან შეჩურებული მოსახლეობაც, რომელსაც უჭირს ეს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, იმიტომ რომ ახლა ელექტროენერგიის გარდა პურიც უნდა იყიდოს, შაქარიც უნდა იყიდოს, რაღაც ელემენტარ ხანდახან წამალიც უნდა იყიდოს. ამიტომ რო უჭირს ეს ელექტროენერგიის გადახდა, ცდილობს რომ მინიმალურად დახარჯოს და შეიძლება მოყვეს ამ რეგულაციაში, ანუ ასეთი დისკრიმინაციულ შეზღუდვაში მოყვეს სწორედ ყველაზე შეჩურებული მოსახლეობა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. დიახ. და გამოვა რომ შეძლებულები, მეტნაკლებად შეძლებულები ამ ვაუჩერებს მიიღება, ყოველსაც ყველაზე მეტად უჭირს ამ ვაუჩერს ისინი. ანუ შეიძლება უსამართლო გადანაწილება მოხდეს. იცით, საერთოდ ასე ვთქვათ, მე საერთოდ არ მჯერა სამართლიანი გადანაწილება, ეს პრინციპში შეუძლებელია. იმიტომ რომ რომელი კრიტერიუმიც არ უნდა შეარჩიო, ეს კრიტერიუმი ვიღაცისთვის იქნება სამართლიანი და ვიღაცისთვის უსამართლო. ჯობდა ეს ვაუჩერები არ გამოჩნდა. გითხარით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ფული გაშვებულიყო სოფლის მეურნეობაში ამ დარგის განვითარებისათვის. და რატომ არ აკეთებენ ამას ბატონო ლადო? ანუ რატომ არ გააკეთეს თუნდაც ის რაც თქვენ ბრძანეთ, რატომ არ გაუშვეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში? რა შეკითხვამდე მინდა მივიდე? რამდენად არის ეს გადაწყვეტილებები დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე? იმიტომ რომ დავუშვათ, ჯერ კიდევ დეკემბერში სათაფლიაში პრეზიდენტი აძლევს მთავრობას კონკრეტულ დავალებას, რომ ორ კვირაში შეიმუშაონ ანტიინფლაციური გეგმა. ამის შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში იგივე პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომ მას ასეთ ინფლაციასთან ბრძოლის ბერკეტები არ გააჩნია. არსებობს პასუხი შეკითხვაზე, რაზეა ინფლაციასთან ბრძოლა დამოკიდებული? აქვთ მართლა ბერკეტები და ვერ იყენებენ თუ არ იყენებენ? თუ პოლიტიკური ნება ასეთი? რეალურად ბერკეტები, რა თქმა უნდა, არსებობს. არსებობს ბერკეტები უწინარეს ყოვლისა ეროვნული ბანკის ხელთ და მეორე ბერკეტია ეს არის მთავრობა, მისი ეკონომიკური პოლიტიკა და მისი ხარჯვითი პოლიტიკა ბიუჯეტში. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული და რაც ხდება, შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს პროფესიულ დონეზე წარმატოს პროცესი ისე, რომ ინფლაცია უფრო მაღალი არ იყოს. ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან მიმართებაში, ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან მიმართებაში მე რაღაც პრინციპული საკამათო ეროვნულ ბანკთან არ გამაჩნია. ანუ არ ხდება ხელოვნურად ფულის მასის ზრდა მიმოქცევაში, იცით რა, ამ ეტაპზე აი გეტყვით, ფულის მასის და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარება. როგორ გითხრათ ახლა, მაგრამ ტურიზმის განვითარება ეროვნული ბანკის არა, მე ვგულისხმობ კონკრეტულად ეროვნული ბანკის კურსით. წინაშე დგება მთელი რიგი ამოცანები, იგივე უცხოური დახმარება რო შემოდის, იგივე ტურისტი შემოდის, ვალუტა შემოაქვს, იგივე ფულადი გზავნილებია. ეს ყველაფერი ქვეყანაში შემოდის უცხოური ვალუტით, მაგრამ ლარში უნდა დაიხარჯოს. ლარზე მოთხოვნა როცა იზრდება, ბუნებრივია ლარი მყარდება. ლარის გამყარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდია. რო არ გამყარდეს ეროვნულმა ბანკმა უნდა ეს შემოსული დოლარები იყიდოს. იყიდოს ნიშნავს ლარი გაყიდოს. ანუ ინფლაციას ფულის მასა გაზარდოს და ინფლაცია შეუწყოს ხელი, მაგრამ ის რომ ქვეყანაში ტურიზმი უნდა განვითარდეს, ეს ეროვნული ბანკის ეს არის პრეროგატივა და მისი განცხადება. ის რომ ვაუჩერები დაარიგონ, გითხარით, ეროვნული ბანკი 25 მილიონის სტერილიზაციას მოახერხებს. ამოღებას, სადეპოზიტო სერტიფიკატებს გაყიდის და ამ ფულს ამოიღებს, მაგრამ რას აკეთებს ის მეორე ხელი, რომელიც მუდმივად უნდა ცდილობდეს, რომ პირველი ხელის საქმიანობა, ანუ ეროვნული ბანკის საქმიანობა წარმატებული იყოს. მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უწევს. ანუ ინფლაციაში მეტად დამნაშავეა საბიუჯეტო პოლიტიკა და არა ფულად საკრედიტო. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არა მეტად და ნაკლებად. დღეს ქვეყანაში ინფლაციის პრობლემები გართულებული არის უმცირესად ყოვლისა მთავრობის მიერ მისი მცდარი ეკონომიკური და კონკრეტულად მცდარი საბიუჯეტო პოლიტიკით. და ამის მაგალითსაც მოვიყვანთ. შეხედეთ, წლიური ინფლაცია არის საქართველოში 11.2%. 2010 წლის მიხედვით. სომხეთში 9.7%, აზერბაიჯანში 5.7%. ანუ ჩვენ და ყველაზე მაგარი. როგორ მსოფლიო ბაზების გაძვირებამ არ იმოქმედა სომხეთის ეკონომიკაზე ან აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რომ მათ არ ჭირდებათ ეს იმპორტი, ყველაფერი თავისი აქვს, ასე ნამდვილად არ არის. ანუ რაღაც არის განსხვავება და განსხვავება სწორედ ის არის, რომ სწორედ ჩვენთან არ არის გამართული სწორედ ეს ეკონომიკური პოლიტიკა. ახლა თქვენ კითხეთ მარტივი რამ, რომ რატომ არ გადაწყდა 25 მილიონის გამოყოფა იგივე სოფლის მეურნეობაში. ხო, ასეთ გადაწყვეტილებებია ხომ მიბმული სიტუაცია. ამ დარგის გასავითარებლად და გადაწყდა ვაუჩერების გამოშვება. იცით რა, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე სწორედ აი ეს უცნაურობებით წყდება და მე პირადად ძალიან მიჭირს ზოგიერთი ისეთი ნაღძობი რაღაც მოგრეცილი გადაწყვეტილება იმის ახსნა მე არ შემიძლია. მე ამის ექსპერტი არა ვარ, ეს ეკონომიკა ცდება და ასეთი საკითხები საკმაოდ ტკივნეულია შემდეგ ხალხზე, იმიტომ რომ
მე მახსენდება 2007 წლის პარლამენტში, როდესაც ვიყავი, მაშინ შემოდგომაზე მახსოვს ახალი მემარჯვენეები ითხოვდნენ 5 მილიონი ლარის გამოყოფ, რომ მაშინ კახეთში სირთულეები იყო რთველთან დაკავშირებით, ლამის ჩაიშალა და 5 მილიონი ლარი გამოყოფილიყო ბიუჯეტიდან, რომ რაჭაში ყოფილიყო რთველი წარმატებულად. ის იქ მაინც არ ჩაშლილიყო. ეს არ გაკეთა. არ გაკეთა რატომ? იმიტომ რომ ოპოზიციამ თქვა. და შემდეგი წლიდან უკვე რთველის სუბსიდირება ბიუჯეტში უკვე ყოველწლიურად გაჩნდა, იმიტომ რომ ეს უმრავლესობამ თქვა. აი ესეთი პრობლემებით ქვეყნის მართვა რთულია და ერთი რამ ქვეყანას უწინარეს ყოვლის უნდა გააჩნდეს ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პროგრამა, სადაც უნდა იყოს ხედვა. ამ პროგრამაში ერთი ბლოკი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემადგენელი ნაწილი არის როგორც ვალუტის გაცვლითი კურსი, ასე ინფლაცია. აი როცა ასეთი რაღაცები იქნება და ამ მიმართულებით იმოძრაებს, რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებს საქართველოში ვერ გადავწყვიტავთ. მაგრამ თუ სომხეთმა მოახერხა თავის ეკონომიკაში, რომ ინფლაცია ორნიშნა არ იყოს, თუ აზერბაიჯანი ახერხებს, რუსეთმა და თურქეთმა მოახერხა ეს და უფრო მეტიც, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩვენ ვართ ინფლაციის სიდიდის მიხედვით მეორე ქვეყანა. პირველი არის ყირგიზეთი, რომელიც გასულ წელს რამდენჯერმე შეძლო პოლიტიკურმა დაძაბულობამ და არეულობამ. ხლა ხო უნდა დავფიქრდეთ, ესე იგი რაღაცა მთლად კარგად არა გაწყობილი, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ იყო ეს არეულობა 2000 წელს. კარგით, 2009 წელს ოპოზიციას აბრალებენ. იმას დღიან აქციებს. 2000 წელს ხო არ იყო ასეთი არაფერი. პირიქით, სრული შტილი იყო პოლიტიკურ სფეროში. და ის საერთაშორისო ფაქტორებს არანაკლები ზეგავლენა აქვს სხვა ქვეყნებზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომ რეალურად არის შეცდომები დაშვებული და შეცდომები გრძელდება. ერთი რამე ვიცოდეთ, სოციალური მიზნებისთვისგან გამომდინარე, პოპულიზმიდან გამომდინარე, ვაუჩერების დარიგება შეიძლება. ამას ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს. მაგრამ იმავდროულად ნუ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის ანტიინფლაციური. პირიქით, ეს არის ინფლაციური. ანუ აქ უნდა იყო გულწრფელი. და გულწრფელი რო იყო, ორი რამეა საჭირო. არ უნდა გესმოდეს ეს რა არის, ეს ერთი და მეორე. თვითონ უნდა იყოს წესიერი ადამიანი, რომ ადამიანს ამომრჩევლად სიმართლე უთხრა. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რა ტიპის რეფორმა გადაარჩენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ექსპერტი სანდრო თვალჭელიძის მოსაზრებით, საქართველოს დღეს უშველის რუზველტის ტიპის რეფორმა, რომელიც პრეზიდენტმა რუზველტმა თავის დროზე დიდი დეპრესიის შემდეგ გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონკრეტულად იგულისხმება შემდეგი, ანუ მაშინ არაპატრიოტულად ითვლებოდა მაგალითად არაამერიკული პროდუქციის ყიდვა, ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა ეროვნულ წარმოებაზე, ეროვნულ სოფლის მეურნეობაზე. რეალურია დღეს საქართველოში მსგავსი რეფორმის როგორ გითხრათ, უფრო ცოტა სხვა კონტექსტში გადავიყვან, ახლა მე მესმის რას გულისხმობდა ბატონი თვალჭრელიძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სწორედ ის რუზველტის კურსი ცნობილი არის ახალი კურსი და ჩვენ ვიშით ახალი კურსი რას დაარქვა პრეზიდენტმა, რომ თურმე არ იქნება ბიზნესმენების ტერორი. ესე იგი ძველი კურსი იყო ბიზნესმენების ტერორი და ახალი კურსი აღარ იქნება ტერორი. ამიტომ ასეთი პარალელები ჩვენ სინამდვილეში ცოტა ის თლათ ასე ვთქვათ ნორმალურ ანარეგს არ იძლევა, რაღაც ესეთი ტრანსფორმაცია ხდება, როდესაც რაღაც ესეთი მახინჯ სურაბ ზღებულობთ. ასეა თუ ისე რეალურად ჩვენ უნდა შევხედოთ შემდეგ რამეს. აუცილებელი არის მოკლევადიან პერიოდში გაკეთდეს ისეთი ღონისძიებები, განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან, რასაც ქვია ქამრების შემოჭერა. არ შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული სხვა ხარჯები 800 მილიონი ლარი. არ შეიძლება სხვა ხარჯები აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯვების საერთოდ 5%-ს. არ შეიძლება ეს 10%-ზე მეტი იყოს. არ შეიძლება კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით ისეთი მცირე ზომის ქვეყანა, როგორც საქართველო, მეორე პარლამენტის შენობას აშენებს. ხო, შეიძლება, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მსგავსი რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2 წლის წინ საქართველოს მთავრობას მისცეს სავალუტო ფონდმა და ევროკავშირის ექსპერტებმა. თუმცა იმავე წელს საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირიქით გაზარდა, ანუ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ მოიქცა. რომ მიყოლოდნენ ამ რეკომენდაციებს ბატონულადო დღეს რა შედეგი იქნებოდა? ანუ ასეთი მდგომარეობაში ნამდვილად არ მინდა ახლა სავალუტო ფონდზე ვილაპარაკო, რომ მისი რეკომენდაციები ბოლო პერიოდში იყო მართებული. განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა იმდენი ბოდიშით უხეში გამონათქვა, იმდენი სისულელე გვირჩია და იმდენ შეცდომაზე მთავრობის მიერ დაშვებულზე დახუჭა თვალი, რომ დღეს ეს ორგანოები ნამდვილად არ წარმოადგენენ იმ სოლიდურ ინსტიტუტებს, რომელსაც რეალურად უნდა მივდიო და მივაქციოთ ყურადღება. როდესაც ქვეყანამ აიღო ევროობლიგაციას 9 მილიარდი საგარეო ვალი აიღო და გამოუშვა, სავალუტო ფონდი საერთოდ ჩუმად იყო და კვერი დაუკრა ძალიან კარგია. როდესაც გურგენიძე ეროვნულ ბანკს ანგრევდა, სავალუტო ფონდმა წაიკნავლა, რომ კარგი იქნება თუ არ დაანგრევთო.
ასეთი ინსტიტუტები დღეს უფრო მეტი ზიანის მომტანი არის ქვეყანისთვის, ვიდრე სიკეთის. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სავალუტო ფონდებში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს, მაგრამ დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი არის დაკნინებული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მათ ხშირად სწორი რეკომენდაციები აქვს, თუნდაც ის რეკომენდაცია, რომ დაანგრებთ ეროვნულ ბანკსო. ან ის რეკომენდაცია, რომ შექმნით თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს. ვინმემ დაუჯერა? ერთიც გაკეთა, მეორეც გაკეთა, პრაქტიკულად ამაზე ვსაუბრობ, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში როგორი სურათი იქნება? იმიტომ რომ იქ იყო ისეთი მცდარი რეკომენდაციები. ყველა რეკომენდაცია არის გამართული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი რამე გვაქვს. რა თქმა უნდა ყველა ექსპერტს დაუგდოთ ყური, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილები, საერთაშორისო ორგანიზმები, მათთან ურთიერთობა არ უნდა გავაფუჭოთ, იმიტომ რომ დღეს არც ერთ შემთხვევაში საქართველოს არ შეუძლია ესე განვითარდეს, რომ მათგან დახმარება არ მიიღოს. მემხედველობაში მაქვს როგორც ინსტიტუციური დახმარება, ტექნიკური დახმარება, ასევე რა თქმა უნდა ფინანსური დახმარება, მაგრამ რაღაცა გადაწყვეტილება ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ და თანაც მივიღოთ იმ გამოცდილებით, რაც არის უკვე. და ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონო 2011 წელს რა გველის, გაუარესდება თუ გაუმჯობესდება სიტუაცია? იცით, პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა თავის თავი, როდესაც გააკეთა განცხადება, რომ IAP ფასების ეპოქა დასრულდა, ინფლაცია აღარ შემცირდება. ეს შეიძლება შინაარსობრივად ამას გარკვეული საფუძველი ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკურად საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. ამიტომ ჩვენთვის ალბათ და ტელემაყურებლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხვალინდალ გამოსვლას 11 დეკემბრის გამოსვლას პრეზიდენტის საპარლამენტში. მე ყოველთვის ამას ვაღიარებდი და ახლა ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ ნიჭიერი კაცია. მას აქვს შანსი, რომ რაღაც არაორდინალური, რომელიც მას ცხოვრებაში არაერთხელ გაუკეთებია, ხვალ ასეთი რამ წარმოუდგინოს საზოგადოებას, მოდი დაველოდოთ და ამის მერე ვიმსჯელოთ ამაზე. თუ რაიმე იქნება სასიკეთო, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. ლადო პაპავა იყო ჩვენი სტუმარი, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საინფორმაციო სამსახური საგანგებო რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების შესახებ მაკაცინცაძე დაუყოვნებლივ მოგაწვით ინფორმაციას. მე ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათამდე, ნახვამდის.